პოლიციამ გორში 80 წლამდე მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით შიდა ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირიც ხელგვალზე დააკავა. არსებული ინფორმაციით ბრალდებული მოკლული შვილიშვილია. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე. სისხლის სამართლის კოდექსის 119 მუხლის ქვეპუნქტით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ გორში ეგრეთ წოდებულ ვოლოგდის დასახლებაში მოხდა. ცნობდით გარდაცვლილს? არა, როგორ არ ვიცნობდი, ახლა ვერდი და ცუდი ადამიანი არ იყო, მაგრამ ის ბავშვიც კაი ბავშვი იყო, რავი, მაგათ გაზარდეს და მე ცუდს ვერაფერს ვერ ვიტყვი. და ანუ სავარაუდოდ ვერსიაც სახელდება, რომ შვილიშვილმა მოკოთხენისაც რა წავიკითხე ის? მოტივი ჰქონდა? არა მგონი, არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. ეს ხო? მამაკაცია, ზუსტად არ ვიცი, ასაკიანია. ტრაპოდა პოლიციის მანქანები დავინახე და რა ვიცი, ეს ბავშვი არ იყო ცუდი ბავშვი. ცემით შემოაკვდა და არ ვიცი, შვილო, არაფერი, აბა სახში რა ხდება, ჩვენ ხო არ ვიცი. ეს კაცი რა ასაკის არის გარდაცვლილი? სავარაუდოდ 70. მე 80-მდე. აქ მკვლელობა მოხდაო, მოხუცი კაცი გარდაიცვალა და აი რა მკვლელობის არა გითხრა, არ ვიცი, მაგრამ გარდაცვლით კი გარდაიცვალა. აი ვინ გარდაიცვალა რომ გითხრათ? და ტარიელა 80 წლამდე იქნება მოხუცი კაცი, ვაგენ მეოთხეპადიაში ცხოვრობს. და ისე რას ამბობენ ოჯახის წევრები, რითი გარდაიცვალაო? არ ვიცი, შვილო, მეოთხეპადიაში რენჯერა სამძიმარზეც არ გადავსულვართ. ტარიელა მოკვდაო, გუშინ გავიგეთ, მაგრამ რითი მოკვდა? პოლიცია იყო? ხო. თომიძახიან მკვლელობა, ვითომ ესე, მაგრამ ვიზეს იძახიანისა ძალიან კარგი ბავშვია და ანუ შვილიშვილზე ამბობენ, ხო? ძალიან კარგი ბიჭი, არა მგონია მაგას ეგ გაეკეთნოს. ისედაც მაგასაც წაიწადში ერთხელ თუ დავინახავდი, თორე ისე მე არც ისე კარგი ბავშვია ის. ერთად ცხოვრობდნენ? ხო. არა, ამბისა სხვა სოფელი მამასთან აქ, მაგრამ აქ დედის მხრიდან არის სამშობლო. სულ აქ არის გაზრდილი მაგათანა და არა მგონია მაგ ბავშვს რამე გაეკეთნოს. იცნობდით ოჯახის მეზობელი იყო ჩვენი ახლა და რა სხვა რა უნდა გითხრათ. ანუ გარდაცვლილი არის მოხუცი კაცი და შვილიშვილი სად არის ახლა, იმიტომ რომ სავარაუდო ბრალდებული შეიძლება ის იყოს. აბა რა გითხრათ, სადა? მიმართეთ პოლიცია და ის გეტყვით, პოლიცია იყო მოსული და ის არ ყვება ყველაფერს. აბა ჩვენ რა გითხრათ? არ ვიცი, შვილი ურაცხებას აქცევდა. თავი შვილი მიდიოდა ხოლმე. ყოველ დღე დილით საღამოზე. ავად ყოფდა? არ ვიცი, უკვე არ ვიცი, გარეთ არ გამოდიოდა.